მითხარ რა ქვია როგორი ხარ ბოდიშით რა ცოტა კარგად ვეღარ მესმის რა იჭემო სულ ყველა მანგიაშვილი ლერი ვარ გამოჩდეთ სულ ყველა დუშეთის ზეკები ვარ დავაი ყოფილი ასეულის მეთაური დღესდღეობით ემკაზე ცხოვრობ ყავს საყვარელი მაღლა შვილი და მეუღლე მინდა რომ თუ შეიძლება თქვენი და ჩემი საყვარელი მეომრების სახელით დიდი მადლობა და დიდი მადლობა ვის სულ ყველას ვინც ჩვენ დაგვეხმარა შემოგვიდგება ვინც ჩვენ დაგვეხმარა ჩამოსვლაში ასე გადავცეთ ყველა იმ ხალხს ვინც დარჩნენ ციხეში ჩვენ გვერდით ვინც ისხდნენ ვისაც გული მოსწევთ აკეთკენ საომრად საქართველოს მიწესთვის საქართველოს გადასარჩენად რომ ყველა კარგად ავარ მართალია დაგვაწყია ცოტა ბიჭები მაგრამ ამ მიწას მაინც არავის არ დაუდოვთ მეთაური დაგიჭრეს როგორ მეთაური დაგვიჭრეს კი მეთაურის მოადგილე ვარ მე ორივე მეთაური დაგვიჭრეს ერთი ბიჭი მკვდარი ყავს ერთი ბიჭი მოგვიკლეს სამზოუკლოთ არიან კიდევ კიდე ორი ბიჭი ხო ჩამოვედი და ერთი 10 ბიჭი დაგვიჭრეს რა ეს არ გეთხოვოთ მაგრამ სნაიპერები ყავდათ სნაიპერები რა და ძალიან დიდი შეიარაღებაა მაინც არ გამოვიდით სანამ ბოლომდე არ გავუსწორდით რა როგორ თქვი სანამ შეგვიდოს ზარფს ესე იგი თქვენი იმედი კი ეკნება კი ჩვენი იმედი უნდა გქონდეს საქართველოს იმიტომ რომ ჩვენ ყველანი თითქმის 95-99% ვართ ყოფილი გვარდიელები მე თვითონ ვიხარ არტილერიის პოლკის მოადგილე ჩვენი შტრაფნოი ბატალიონი არის ჩვენი საჯარიმო ეგრეთ წოდებული საჯარიმო ბატალიონი მაგრამ ჩვენ იმდენი გავაკეთეთ უკვე დღევანდელი ბრძოლით უკვე რომ ჩვენ უკვე გამოვაჩინეთ ჩვენ ხალხს დავანახოთ რა შეგვიძლია და რას გავაკეთებთ ასე რომ ემბოსადაა ბიჭო ყველას გადავცეთ იმას რომ მე თვითონ დაჭრილი ვარ დაჭრილია ახლა რომ გელაპარაკებად დაჭრილია ხო აგერ ვარ ბიჭო დაჭრილი ბევრს უნდა და გულით წამოსვლა და თუ გააკეთებენ ამ ეტაპს რომ ბევრს კიდე მოხალისეთ წამოიყვანენ ბევრი ჩადგება კიდე ჩვენს გვერდზე რა ამ მოხალისეთ ჩვენი თხოვნა იქნება რომ სამშობლოს გულით მივიდნენ ციხეზე ბევრი მებრძოლი ბიჭია იქ ბევრს უნდა წამოსვლა და წამოვლენ აქა და ზონებში არის იბრძოლებენ ნამდვილად ადამიანურად და თავის დანაშაულს ჩამორეცხავენ ამ სისხლის ფასად რა პირველ თათბირზე რომელიც შედგა ბატონ მირისთან გიაყარაშვილთან იქ იყო ჩვენზე ნათქვამი რომ ჩვენა ვართ კაროჩე ის პირველი მერცხლები რომლებმაც უნდა დავიმსახუროთ ის აი ეს დანარჩენი ხალხი ვისაც გულით უნდა წამოსვლა ჩვენზე იმათი გამოსვლა დამოკიდებული ესე რომ ჩვენი ამოცანა შევასრულეთ და აი ეს ბიჭები ვისაც გულით უნდა წამოსვლა ვისაც იყვნენ წამოსასვლელად მე ვარ ტარიელის ისოიანი ვლადიმერ სამი ძმანი ვართ ერთი ძმა ახლა დამიჭირეს და გავგზავნე მეორე ძმა იბრძვის გორის ბატალიონში მარტო გამოვიდა მე ღმერთს ავთხოვ გადარჩეთ სულ ყველა ჩემი ძმები არიან აქ არასდროს არ მივატოვებ არავის და გავიმარჯვებ თავისუფლება ის კი არ არის მარტო რომ თავისუფლად იაროს ვინმე გარეთკენ რომ აი რაც უნდა თვითონ ის გააკეთო თავისუფლება ის არის ყველა რომ თავისუფალი ვიქნები მთელი მიწა-წყალი ჩვენი საქართველოს რო იქნება თავისუფალი ეს არის ძმაო თავისუფლება და ეს არის ყველაფერი ჩვენთვის ავაზაში ვიყავი ტრესთან წითელაშვილთან მსახურობდი ადრე და აგერ ვარ ეხლაც სანამ პირში სული გვედმება მანამდე ვიბრძოლებთ და ვიომეთ და როცა აღარ ვიქნებით მაშინ აღარ ალბათ საქართველოს აღარ იქნება ასეა ძმო თავიდან რომ გამოსულიყავით მაინც ახლა უნდა წამოსულიყავთ ჩვენ კიდე აქ იმის გულით უნდა ჩამოსული ვართ რომ აი რაღაც როკი მოეხსნა ჩვენთვის რაღაცა და ისე გვებრძოლა ჩვენ ჩამოვით იმის გულით რომ აი სახელმწიფოს საქართველოს სიყვარული გვაქვს და გვინდა რა ვიბრძოლო და საქართველოს ყოველთვის გამარჯვებული დარჩეს და ჩვენ კიდე თავისუფლები იქ უფრო თავისუფლები ვიყავით და თავისუფლად გნოდით თავს ვიდრე აქ ნახევარი საქართველოს გვიცავდა იქ ხო რა მთელი საქართველოს ჩვენ გვიცავდა და ახლა ჩვენ ვიცავთ საქართველოს და ერთი როგორ მითხარი შენ რაზე ვიყავ მეტები ქურდობაზე გიომია როდეს მე კი ცხინვალში ვიმოვდი ერთხელ გაგრაში და მე ახლა აქ ავარ ისე ფაზე არიან ზონებში დარჩენილი რომელიც სრულელები არიან რომელიც ადრე გვარდიაში იყვნენ და ნამდვილად მებრძოლები არიან და ვერ მოასწრეს იმას ვერ შეძლეს იმათ წამოყვანა ნუ ახლა სროგები არა აქვთ იმ ხელა ეს თქვენზეა დამოკიდებული თქვენ როგორ იბრძოლებთ მე უბრალოდ ავღანეთში მსახურობდი
ქონდა გამოცდილი ომის ფრონტის ყველაფერი ვიცოდი და უფრო მეტად მის გულისთვის წამოვედი. ჩვენზე რა არის დამოკიდებული? შეხებამდე დარჩენილი რომ გავსულიყავი სვაბოდაზე, წავსულიყავი სახლში, მაგრამ აქ წამოვედი საბრძოლველად. ჩვენზე რა არის დამოკიდებული? ჩვენ რაც შეიძლება ის თავიზადება იქნება, თუ რამე იქნება, ყველაფერი შეგვიძლია. შესწყვეტით არავის არ შევაცვლო. ლაბაძე გოგი. აი ბიჭებმა თქვენს დღეს განსაკუთრებით გამოგიჩენიათ თავი. რა გააკეთეთ ესეთი? სნაიპერი ჩამოხსნა ბლიდან. სნაიპერი ჩამოხსნა ბლის შებას მე არ დავიწყებდა. ეკეთე გააჩუმამ ტრისაბ. ეკეთე. გააჩერამ ტრისაბ. ეკეთე რო არის პულემიოტი. პულემიოტი იარა. პირადად მე მიხსნა ჩემი სიცოცხლე იხსნა და ბევრი გვიხსნა სულ ყველას სახით სულ ყველას იმით უცხადეთ მადლობას არის ნამდვილად მადლობის ღირსი ყველა ვართ მაგრამ დღესდღეობით მაინც სანამ ჩემი ძმები ამ მიწა-წყალზე იარსებებენ მანამდე ვიბრძოლებ სანამ მათ მშვიდობას არ მოუტან და მშვიდობა არ ექნებათ მათ პატარებს. რომელები ხართ რა? ამ პოზიციებზე პრესტუპლიკებთან ერთად ყოფნა ხო? გეშინიათ. ჯალდადებულები არიან ხო? არა, ჩვენ გვერდში არიან, ჩვენ გვეხმარებიან მაგები. როგორი ბრძოლა? ეს ბიჭები კარგად არიან. მანამდე კიდე ბიჭები როგორი ბრძოლეს ბიჭებმა? კარგად იბრძოლეს. იქითკენ არის ჩაის პლანტაციები ჩაის პლანტაციებთან და ჩაის პლანტაციების ზემოთაც ქედი რო ჩანს მანდარიან აფხაზები განლაგებული მანდარის წყარო სოფელი შრომა